თბილისის ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის განცხადებით თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები ანონსიდან თითქმის 10 წლის შემდეგ 2027 წელს დასრულდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე გასულ კვირას ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, მაშინ მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როდესაც გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. ინვესტორ კას გრუპს ადგილზე $4 მილიონი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი კას გრუპს თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28 წლიან მართვაში გადაეცემა. რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი, რატომ გაჭიანურდა ადგილზე სამუშაოები და როგორია ინვესტორი კომპანიის გეგმები საქართველოში. თემაზე სასაუბრად კას გრუპის გენერალურ დირექტორს ეკა თორდიას მასპინძლობთ საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. ეკა, პირველ რიგში მადლობას გიხდი მოგზაურობისთვის, თქვენი დროისთვის. მინდა დავიწყოთ თბილისის ანძის პროექტით. ამ პროექტს BMG-ს ძალიან დიდი ხანია აშუქებს, ანონსის დღიდან შეგვიძლია ვთქვათ და სხვადასხვა პროცესები გამოიარა, როგორც ვიცი, პროექტმა. პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი და როდის დაიწყება უშუალო სამუშაოები, თუ უკვე დაწყებული არ არის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანძის პროექტი ნამდვილად დიდი ყურადღების ცენტრშია და ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროექტზე. პროექტის თვითონ პროექტირების ეტაპი ცოტა გაგვიხანგრძლივდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სტრუქტურებმა ყველა მიიღო მონაწილეობა ამ პროექტის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში საბოლოო სახით. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ეტაპი. პირველი ეს იყო იერსახე, რომელიც უნდა შეგვენარჩუნებინა და მაქსიმალურად ანძის ავთენტურობა დაგვეცვა და ამან განაპირობა გარკვეული სხვადასხვა საბჭო, ადგილობრივი სხვადასხვა ორგანოების მიერ გამართული სხვადასხვა სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინება და დღეს მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ საბოლოო პროექტი ჩამოყალიბებულია. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც უკვე ნებართვის გაცემის წინაპირობაა და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ დღე და ყოველ წუთს ველოდებით უკვე რომ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, რა იგეგმება ანძასთან მიმართებით, იმიტომ რომ იყო განსხვავებული კონცეფციები, რომლებიც დაკორექტირდა ამ წლების განმავლობაში. საბოლოო სახე რა მიიღო და რას უნდა ელოდონ მათ შორის ვიზიტორები, როდესაც 2027 წელია ყოველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხრიდან დასახელებული თარიღი. რას უნდა ელოდონ ვიზიტორები თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეულ ობიექტთან დაკავშირებით? თბილისის ანძა ტექნიკურ ობიექტად განიხილებულა და რა თქმა უნდა ჩვენი დედაქალაქის მთავარი სიმბოლოა. ჩვენ მას ისეთ სივრცეში შევქმნით, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ განახლებული და საინტერესო ვიზიტორთა ცენტრი, დატკნენ ულამაზესი ხედები ჩვენ დედაქალაქზე და მართლა საოცრად შთამბეჭდავია ჩვენი დედაქალაქის ლანდშაფტი ანძის იმ ნიშნულიდან, სადაც მოვაწყობთ ესეთ ტურისტულ გადმოსახეთს და აგრეთვე გვექნება უმაღლესი კლასის, პრემიუმ კლასის რესტორანი, სადაც შეძლებენ ჩვენი სტუმრები დროის გატარებას და ეს პროექტი ნამდვილად იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, ინოვაციური, განსხვავებული და შთამბეჭდავი ადგილი ყველა სტუმრისთვის. როგორია უკვე თქვენი მხრიდან წარმოდგენაში ვადები, მას შემდეგ რაც უკვე სამშენებლო ნებართვას მიიღებთ, რა პერიოდი დასჭირდება უშუალოდ ფიზიკური სამუშაოების განხორციელებას ადგილზე და აქვე გკითხავთ საინვესტიციო მოცულობაზეც ვალდებულება ვახსენეთ და დაახლოებით ვიცით რამდენიც არის, მაგრამ როგორც ვიცით ამაზე ბევრად მეტის დახარჯვა იგეგმება ინვესტორის მხრიდან ადგილზე, თუ არის ჩამოყალიბებული რიცხვი თვითონ ინვესტიციის რის განხორციელებასაც აპირებთ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ბევრი წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე და ჩვენი დიდი ინტერესია, რომ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად, ორგანიზებულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ განვახორციელოთ ესე მეტად საპასუხისმგებლო პროექტის მშენებლობა. ნებართვის გაცემიდან ჩვენ გვაქვს 2 წელიწად ნახევარი, რომ დავასრულოთ მშენებლობა, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, რომ უფრო მოკლე ვადებში განვახორციელოთ მშენებლობის პროცესი, ვინაიდან უკვე ამ პროექტზე იმდენი ვიმუშავეთ, რომ გვაქვს ჩვენი გარკვეული ორგანიზების და ვადების გარკვეული გეგმა, რომელსაც მივყვებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაანონსებულ 27 წელს ჩვენ ყველამ უკვე ვისარგებლოთ და ეს პროექტი უკვე ოპერირებაში გავუშვათ. საინვესტიციო მოცულობაზე თუ შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ გარკვეულწილად, რამდენი იქნება უშუალოდ ინვესტორის მხრიდან ადგილზე განხორციელებული ინვესტიცია? სავარაუდოდ ინვესტიციის
ინფლაციის ოდენობა მაშინ როცა ხელშეკრულება გავაფორმეთ ინფლაციის და ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, თუმცა დეტალური პროექტის დამუშავება და ინვესტიციის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა იქნება მას შემდეგ შესაძლებელი და გავაჟღერებთ, როდესაც უკვე გვექნება მშენებლობის ნებართვა. ერთს კითხავთ, კაც ჯგუფი იქნება მართვაშიც აღნიშნული ობიექტის და მაშინ იყო კონტრაქტით და ხელშეკრულებით ყოველ შემთხვევაში გაწერილი, რომ 28 წლიან მართვაში ამ ნაწილში რჩება თუ არა ეს საკითხი ისევ ძალაში და როგორ მათ შორის როგორც რესტორნის ვიზიტორთა ცენტრის მართვაში იქნება კაც ჯგუფი ჩართული? დიახ, სწორედ აღნიშნეთ, ხელშეკრულების ეს პირობა არ შეცვლილა და ჩვენ ამ პირობით განვახორციელებთ ოპერირებას და სრულად კაც ჯგუფი იქნება ამ პროექტის მმართველი კომპანია და მესაკუთრე ვისარგებლებ შემთხვევით ეკა და კითხავთ სხვა პროექტებზეც. ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ბევრი დაიწერა, მათ შორის BMG-ზე, არის წალკის კანიონი. ამ მიმართულებით როგორი სეზონი გქონდა ზაფხულის დატვირთულობა როგორი იყო, რა სიახლეებით შეხვდით მათ შორის ვიზიტორებს, უფრო მეტი ინფორმაცია რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელსაც. თბილისის სატელევიზიო ანძა წალკის კანიონი, ეს იქნება მარშრუტი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რადგან წალკის კანიონი უკვე ეს არის ახალი ტურისტული მიმართულება და ჩვენ შევქმნით რეგიონში ეს ძალიან საინტერესო რეზორტი და ყოველწლიურად ვავითარებთ და ვძენთ ახალ-ახალ საინტერესო სივრცეებს და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად კიდევ უფრო და დეტალურად მოგახსენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტურისტი, ვინ ჩამოვა საქართველოში, არ გამოტოვებს ამ მარშრუტს, რომელიც ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს შევძენთ ძალიან საინტერესო უკვე თბილისის ანძას და ავითარებთ წალკის კანიონს და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურას. წელს ჩვენ თქვენს ეთერშიც ვისაუბრეთ, ჩვენ გავხსენით ახალი ატრაქციონების პარკი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა უკვე საოჯახო დასვენების მსურველების მხრიდან. აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგიც მოქმე უკვე ფუნქციონირებს და ყავდა ექსტრემის მოყვარული დამსვენებლები. ჩვენი შუშის ხიდი, რომელიც სიმბოლოდ იქცა უკვე ამ რეზორტის, ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს როგორც ერთდღიანი, ასევე მრავალდღიანი დასვენების მსურველების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენს განთავსების ობიექტს, რომელიც იყო კოტეჯების სახით წარმოდგენილი, დაემატა 55 ნომრიანი სასტუმრო პენტჰაუსით, 3 პენტჰაუსით, სპა აუზით, საკონფერენციო სივრცეებით და მუდმივად ვფიქრობთ და ჯამური ინვესტიცია რა იყო, რაც განხორციელდა უშუალოდ წალკის კანიონთან მიმართებით იმ სიახლეების გათვალისწინებით, რომელიც ამ სეზონზე შესთავაზეთ ვიზიტორებს. ზოგადად ჩვენს კომპანიას ტურისტულ სფეროში და განთავსების მიმართულებით საქართველოში ჯამურად 2016 წლიდან განხორციელებული აქვს 120 მილიონი ლარის ინვესტიცია და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მეტი საინტერესო ექსკლუზიური და ინოვაციური პროექტი განხორციელდება ჩვენი კომპანიის. როგორი იყო გეოგრაფია ტურისტების საინტერესო იქნება, რამდენად იყვნენ მათ შორის თანაფარდობა როგორი იყო ადგილობრივი დამსვენებლების და ტურისტების და ტურისტებთან მიმართებითაც თუ შეგვიძლია დავასახელოთ, საიდან სტუმრობდნენ წელს, საიდან სტუმრობდნენ კანიონს ყველაზე მეტად. ზოგადად როგორც ტენდენცია ქვეყანაში, ჩვენც ამ მიმართულებით სტუმრობდნენ, განსაკუთრებით ჭარბობდნენ ინდოეთის მოქალაქეები აზიიდან, ისრაელიდან იყო ძალიან დიდი ნაკადი, ეს ჩვენი დამსახურება, ვინაიდან ჩვენ ესეთი აქტიური და მასშტაბური PR კამპანია განვახორციელეთ ისრაელში, სრულად იყო დატვირთული სასტუმრო კოტეჯები და ერთდღიანი რამდენიმე დღიანი სტუმრები ყავდა ისრაელიდან. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები ზაფხულში ბევრად უფრო აქტიურობენ სეზონთან დაკავშირებით და 50-50-ზე. არასეზონზე, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრები ჭარბობენ ჩვენს ობიექტზე. მაგრამ წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს და ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე კურორტად უკვე გამოგვაცხადეს ვიზიტორთა სტუმრობის მაჩვენებლით. მიღმა თბილისის ანძისა, თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ სხვა პროექტებზე, რამდენად არის ინტერესი რომ დამატებით ინვესტიცია განახორციელოს ჯგუფმა საქართველოში და ხომ არ მოიცავს ეს სხვა სექტორებსაც, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა რა პროექტებზეც ვისაუბრეთ, ტურიზმს უკავშირდება. სხვა მიმართულებითაც ხომ არ არის დაინტერესება და ხომ არ მუშაობთ უკვე რაიმე ახალ პროექტზე. ჩვენი
ბიზნეს გეგმა და ხედვა მიმართულია ინოვაციური, განსხვავებული და უნიკალური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით და ამ ეტაპზე ტურიზმი არის ჩვენთვის საინტერესო მიმართულება და ვიმედოვნებთ თუ იქნება კიდევ საინტერესო ინოვაციური პროექტები აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩვენი სტუმარი იყო კაზ გრუპის გენერალური დირექტორი ეკა თორდია.